შუა დღემშვიდობისა ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია. მე კი შორენა ჭიაურელი. 558-55-58 ეს ჩვენი საკონტაქტო აიცით, ასე რომ გვიკავშირდებით და ჩვენს დღევანდელ გამოკითხვაში იღებთ მონაწილეობას. ვისაუბრებთ ჩვენ კახეთის სტიქიასთან დაკავშირებით. აუცილებლად შევეხებით ამ საკითხს, ვინაიდან პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს დღევანდელ შეკითხვასთან. თქვენის აზრით, იხარჯება თუ არა სწორად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ინფრასტრუქტურული მიზნებისთვის. და რაც შეეხება ისევ და ისევ სამწუხაროდ სტიქია უპრეცედენტო მასშტაბის არის თელავში, რა მოხდა თელავში, სადაც სალიკვიდაციო სამუშაო და ზარალის შეფასება აქტიურად მიმდინარეობს. მე გეტყვით, რომ ცნობისთვის თელავისში უხვინალექის შედეგად თელავის ხევი ავდიდი და რის გამოც დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირების ქუჩების ნაწილი, ასევე უხმანალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა. დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, ასევე კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით თელავში სტიქით მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია. რაც მთავარია მოსახლეობა საფრთხე არ ემუქრება, სტიქით მიყენებული ზიანი კი საკმაოდ კიდევ ერთხელ აღნიშნავ არის საკმაოდ დიდ თანხებთან დაკავშირებული. ძირითადად დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები კიდევ აღნიშნავ, რომ აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე შეფასდება სტიქის მიერ მიყენებული ზიანის სრულად და დაიწყება აბსოლუტურად აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება კოორდინაციას, შეკრებილი იყო ასევე საკოორდინაციო საბჭო და ყველა სამინისტრო და უწყება მობილიზებულია იმისთვის, რომ თელავის მუნიციპალიტეტში რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას სტიქით ზიანი. მე მინდა ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენ დღევანდელი შეკითხვა თქვენის აზრით, იხარჯება თუ არა სწორად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ინფრასტრუქტურული მიზნებისთვის. გასული დაახლოებით 14 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 72 მილიარდი ლარი დაიხარჯა. ეს ძალიან დიდი თანხაა დამეთანხმებით, რომელიც საბოლოოდ თითოეული მოქალაქის მიერ გადახდილი გადასახადებიდან ფინანსდება. ამიტომ საზოგადოებას აქვს სრულიად ლეგიტიმური კითხვა, შეესაბამება თუ არა ამ მასშტაბის ხარჯვას ის შედეგი, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავთ. სამწუხაროდ ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ვხედავთ დატბორილ ქუჩებს, დაზიანებულ გზებს, ასევე ჩამოშლილ ფერდობებს, პრობლემებს სანიაღვრე სისტემებში, კვლავ არიან ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ ავარიულ სახლებში ცხოვრობენ და ყოველღამე საკუთარი და შვილების უსაფრთხოებაზე ფიქრობენ. ბუნებრივია, ყველა პრობლემა მხოლოდ ერთ მიზეზს არ უკავშირდება, არსებობს კლიმატური ფაქტორებიც, ურბანული დაგეგმარების გამოწვევებიც და 10 წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებიც, თუმცა, როდესაც ინფრასტრუქტურაზე ათობით მილიონი და მილიარდი ლარია დახარჯული, საზოგადოებას აქვს ნამდვილად უფლება, რომ ელოდოს უფრო მდგრად და უსაფრთხო გარემოს. როგორია თქვენი პოზიცია? გვიკავშირდებით 557-88 95-88 და თქვენს პოზიციასაც გამოთქვამთ, მით უფრო რომ წლების განმავლობაში არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია კორუფციის ბრალდებებზეც, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვაზე და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა კითხვებზე სფეროებში. ასეთ ფონზე ბუნებრივია მოქალაქეები სვამენ ისევ კითხვას, თუ რამდენად ეფექტიანად და გამჭვირვალედ დაიხარჯა ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი დაახლოებით 72 მილიარდი ლარი. პირდაპირ ეთერში მაყურებელია, მოგესალმებით, შეგიძლიათ თქვენი აზრი გაგვანდოთ, მოგესალმებით. მადლობ. რა შეეხება სიტუაციებს? დიახ. ამის მთლიანად ეს ყველაფერი რაც ახლა თელავში რაც მოხდა, ზუსტად. დიახ. მაგრამ საქმერაშია ტელევიზორში ხოდა საქმერაშია ბატონებო და გომატონებო და ყველა ხალხნორო ეს ყველაფერი მეორდება რაღაცა ან დამბაიქს და ჩაკეტილი ან რაღაცა ისეთი ტექნიკური მხარეები მეგარი ხო საერთოდ ცოტნარები არიან სათავეში საერთოდ სისტემა დიახ ჰიდროტექნიკის არც თუ სპეციალისტი არ არის თუ ვინმე არის და იმას ადამიანები აღწევია საერთოდ აი ეს მაგეთი ვაკეთებს და ჩაკეტებს ახლა ბათუმში ხედავთ ვიდენ ესე როდესაც სხვა გამოყოთ მატარებისა და გაიხედავთ აღარ
სხვა აღარ არის. დიახ. სამწუხაროდ არის მის თქვენი ხმა კარგად, მადლობა რომ დაგუკავშირდით. ასე თუ ისე თქვენი პოზიცია სრულიად გასაგებია. მინდა მივმართო შემდეგ ტელემაყურებელს ჩვენ დღევანდელი კითხვა. თქვენი აზრით იხარჯება თუ არა სწორად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ინფრასტრუქტურული მიზნებისთვის? კახეთის სტიქია მოგყავს ჩვენ ახლა მაგალითად, იმიტომ რომ ნამდვილად მასშტაბური იქ ასე ვთქვათ, ნამდვილად მასშტაბური და უპრეცედენტო ხასიათის იყო, რამაც ძალიან დააზარალა თელავის გარკვეული მოსახლეობის ნაწილი, ფაქტობრივად მოსავალი, რომელსაც ახლა თითქმის 2 თვეში ელოდებოდნენ, განადგურებულია, არის ვენახების, ანუ ის არის ისეთი ადგილები, ლოკაციას გულისხმობს, სადაც არსებობდა გაშენებული ვენახი, ვაზი წლების განმავლობაში, მაგრამ ახლა რეალურად ვერც წარმოიდგენთ, რომ იქ შესაძლოა არსებობდა ვაზი. თქვენი აზრით როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულება, ჩვენ რა თქმა უნდა ქადაგიშვილის პოზიციაც მოვისმინეთ ოცნებიდან და არა მხოლოდ რომ მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლება იმისთვის რომ დაძლეულ იქნას ის პრობლემები რაც ვთქვათ თელავშია სტიქის შედეგად გამოწვეული და ამასთან ერთად ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზეც ვაკეთებთ ჩვენ აქცენტს რეალურად გაიხარჯა თუ არა თუნდაც იმ 14 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურისთვის ის 72 მილიარდი ლარი როგორია თქვენი შეფასება ველოდებით მაყურებელს 557 88 55 88 რომელზეც დაგვიკავშირდებით ასევე გეტყვით თუ რას ნიშნავს ეს 72 მილიარდი ლარი თუ მართლაც დაახლოებით ამ ციფრებზეა საუბარი და დახარჯულია ინფრასტრუქტურაზე 14 წლის განმავლობაში ეს საშუალოდ წელიწადში დაახლოებით 5 მილიარდ ლარზე მეტია ასეთი მოცულობის ინვესტიცია თეორიულად უნდა აისახებოდეს გზების ასევე ხიდების, სანიაღვრე სისტემების, წყალმომარაგების, დამცავი ნაგებობების და სხვა ინფრასტრუქტურის ხარისხზე საზოგადოებას კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ აქვს უფლება იკითხოს თუ რამდენად ეფექტიანად იქნა გამოყენებული ეს რესურსი სახელმწიფოს მხრიდან. პირდაპირ ეთერში კვლავ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. მოგესალმებით, გამარჯობა. თქვენ გესმით ჩემი ხმა თუ შეიძლება დაიწყეთ საუბარი გისმენთ კარგით, მადლობა, უნდა დაგემშვიდობოთ სამწუხაროდ თქვენ არ საუბრობთ პირდაპირ ეთერში, ამიტომ ხას ვერ დავაყოვნებ. ჩვენი საკონტაქტო თქვენთვის ცნობილია 557 55 88 საუბრობთ საკითხზე, იხარჯება თუ არა სწორად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ინფრასტრუქტურული მიზნებისთვის, როგორია თქვენი პოზიცია. საუბარი არ არის იმაზე, მე სწორედ მინდა გამიგოთ, რომ ქვეყანაში არაფერი გაკეთებულა მაგალითად ამ 14 წლის განმავლობაში, აშენდა კი ბატონო გზები ხიდები, გვირაბები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები, მაგრამ როდესაც ამ მასშტაბის სახელმწიფო ინვესტიციის მიუხედავად ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ისევ ხედავთ დატბორილ ქუჩებს, დაზიანებულ ინფრასტრუქტურას და ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლის და ასევე ქონების უსაფრთხოებაზე ღელავენ საზოგადოებაში, ეს კითხვა ბუნებრივია, რომ ჩდება, აქვს ნამდვილად ამ კითხვას არსებობის უფლება, იყო თუ არა ეს თანხები დახარჯული მაქსიმალურად ეფექტიანად, სწორედ ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცენ შესაბამის უწყებებმა მონაცემებით, აუდიტით და ასევე ანგარიშვალდებულებით და არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ეს ბოლო 2 დღის მანძილზე ვისმენთ. პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. მოგესალმებით. პასუხი გაცემაზე ამოგაცნობ, მაგრამ მე ერთი პასუხი მაქვს. დიახ. კერძო ჩააბარებენ ისე არის საფრთხე, ამათ რა პული უნდა და ინვესტიცია ანეს. ეს ხალხი დებილები არიან, ვიდა ეწინო ვიდა გაეხადა. Eta ise motitoves, pano, pare mai che non წაიღოს ეს და მოგვაშო თავიდან. ეს ხალხი უსურია. არაფერს გამკეთებლები ესენი არიან. ტელევიზიაში ვერ გამოდიან და Facebook-ზე დადებულში. ან მოწონება დაწერია, ან დაწუნება დაწერია, ან რაღაცა ქერი. რამ დაგაფეთა და რამ დაგაშინა ასე. რა ბოლო თოუბედუქზე დაბადებული.
კარგით, გასაგებია ახლა თქვენ მიმართავთ დიახ მოქალაქეებს, მადლობა ზარისთვის 557 88 55 88. ფიქრობთ თუ არა რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, რომელიც უშუალოდ მიმართულია ინფრასტრუქტურული მიზნებისთვის, სწორად არის გადანაწილებული ან სწორად იხარჯება. ფაქტის სახეზეა თქვენ ხედავთ მონიტორზე, რომ ძლიერი წვიმის დროს მივიღეთ ის შედეგი, რაც ნამდვილად არ უნდა მიგვეღო, მასშტაბურია ზიანი, მიმდინარეობს აქტიურად შესაბამისი სამსახურების მონაწილეობა, რომ ზარალი იქნას დათვლილი და ასევე აღდგენითი სამუშაოები, რომელიც აუცილებლად სჭირდება თელავს იქნას მოწესრიგებული. აღსანიშნავია, რომ ადამიანური მსხვერპლი არ არის ეს, რა თქმა უნდა, რაც ძალიან კარგია. სერიოზულად დაზიანებული არის საქალაქო ინფრასტრუქტურა, როცა ზარალი შეფასდება, ასევე დაიგეგმება თელავში თუ რა სამუშაოები და როგორ უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ სტიქიის შედეგების სრულად აღმოიფხვრას და აქ კიდევ არის მნიშვნელოვანი ის, რომ კი რასაკურველია იქნება ეს პრობლემა აღმოფხრილი და ასევე იქნება აღდგენილი ის ინფრასტრუქტურა დაზიანებული ქუჩები, შენობები და არა მხოლოდ, თუმცა რამდენად ხარისხიანად იქნება ეს ყველაფერი შესრულებული, ეს არის ახლა მნიშვნელოვანი. სამწუხარო ფაქტი დადგა, თუმცა მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ხარისხიანად იქნება შესრულებული, ალბათ გამაგრებითი სამუშაოები მათ შორის, საკმაოდ სერიოზულ ჯგუფებს და ექსპერტებს მოუწევთ ამ საკითხში ჩართვა. მაყურებელს შევახსენებ, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, გვირეკავთ 557 88-ზე. თქვენი აზრით იხარჯება თუ არა სწორად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ინფრასტრუქტურული მიზნებისთვის. და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ შეფასება გააკეთა დავით სონღოლაშვილმაც, რომელიც ამბობს, რომ სტიქია მასშტაბურია, ჩვენც ვხედავთ, რაც პირველადი დათვალიერებით ჩანს, ზიანი საკმაოდ დიდია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეაგირება, რომელსაც სახელმწიფო აკეთებს, სამინისტროები ჩართული არის იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში იქნას ზიანი დათვლილი, შეფასებული და აღმოფხრილიც. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენითი ღონისძიებები, ცხადია სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც შეფასდება ზიანი, მნიშვნელოვანია რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა დროულად იყოს აღდგენილი და ქალაქმა შეძლოს აქტიურ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება და ვუსურვოთ რა თქმა უნდა წარმატება ამ კონკრეტულ სამსახურებს და მოქალაქეებსაც, რომლებიც ასევე ისინი თავადაც არიან ჩართული, რომ კვლავ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდეს თელავი. რთული წარმოსადგენია, რა თქმა უნდა, უმოკლეს დროში და მე ვენახებიც ვახსენე, რომელიც განადგურებულია, ვენახების აღდგენას, რა თქმა უნდა, წლების სჭირდება, ძალიან დიდი შრომა სჭირდება, ფინანსებიც სჭირდება და თუ იქნება ეს სახელმწიფოს მხრიდან გვერდში დგომა, რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნო იქნება. ველოდებით მაყურებელს კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, საუბრობთ სტიქიაზე და საუბრობთ სახელმწიფოს როლზე. საუბრობთ მათ შორის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით მიმართულია ინფრასტრუქტურული საკითხების მისამართით. პირდაპირ ეთერში გისმენთ, გამარჯობა. დაუწიეთ ტელევიზორს და გისმენთ, თუ შეიძლება. დაუწიეთ ტელევიზორს, ვერ შედგება ასე კომუნიკაცია, გთხოვთ რომ გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა, თითქმის ყოველ ჯერზე მოგმართავთ ხოლმე გადაცემის დროს, რომ სხვაგვარად ვერ შედგება კომუნიკაცია, ვინაიდან ტექნიკური ხარვეზი დგება ხომ. კარგით, კვლავ დაუბრუნდეთ ჩვენ საკითხს, მანამ მაყურებელი შემოგვიერთდება, რომ საუბრობთ სტიქიაზე და მათ შორის სახელმწიფოს დიახ კი ბატონო, იმ თანხაზე, რომელიც თითქმის 14 წლის განმავლობაში 72 მილიარდ ლარზია საუბარი, რამდენად პროდუქტულად იქნა გამოყენებული. თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. პროცესში ჩართულია კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტი. იცით და ფაქტობრივად გადაცემის მიმდინარეობისას საუბრობთ საკითხზე, რომ
თელავის ხევი ადით და რის გამოც დაიტბორა კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი, ასევე უხმანალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა. როგორც კახეთის რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ განაცხადა, მთლიანად აღირიცხება მიყენებული ზიანი, რომელიც სტიქია თელავის მუნიციპალიტეტში გამოიწვია და მევენახეები აკეთებენ ასევე კომენტარებს და უცილებლად შემოგთავაზებთ, მანამდე მაყურებელს უთმობთ დროს, მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა ხალბატონო ჩარანა. დიახ. უარესია მოსალოდნელი თუ ასე გაგრძელდება ქალაქები. ქალაქებში და სოფელს ადაუბრუნდება ხალხი. უარესია მოსალოდნელი თბილისში. თბილისი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს. ნუ გავწენით თბილისს და სხვა ქალაქებს, სოფელს დაუბრუნოთ სოფელს. დიახ, იცით რა არის, მე მექნება პირდაპირ მნიშვნელობით ის კითხვა, რაც ჩვენ დავსვით თქვენთვის ტელემაყურებლებისთვის, როგორ ფიქრობთ, ბიუჯეტში გამოყოფილი და განსაზღვრულია ხომ თანხა ინფრასტრუქტურული საკითხებისთვის ამდენად სწორადაა მიმართული, დიახ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? დიახ. წარმოგიდგენია ასე როგორ თქვენ ფიქრობთ, ამდენად მასია. კარგით, საგებშტობებით, მადლობა თქვენ ძარისთვის ნახვამდის. რაც შეეხება მევენახეებს, ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ადიდებულმა წყალმა კალაპოტი დატოვა, ვენახების დიდი ნაწილი მთლიანად დაფარა. მისივე შეფასებით დაახლოებით 7-8 ჰექტარი მიწისა და ნატანის ქვეშ არის მოქცეული, ხოლო დაზიანებული ფართობის აღდგენა სავარაუდოდ, როგორც აღვნიშნეთ, წლები და სოლიდური ფინანსური რესურსი დასჭირდება. რამდენად მზად სახელმწიფო აი ასეთი გვერდში დგომისთვის, გლეხებისთვის, მევენახეებისთვის ეს კიდევ სხვა საკითხია, რასაკვირველია, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავინახავთ. პირდაპირ ეთერში მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. დაუწიეთ ტელევიზორს, გთხოვთ და ისე ისაუბრეთ, დაგემშვიდობებით სხვა შემთხვევაში, რაც ძალიან არ მინდა. გესმით ხალბატონო? დიახ, მოგესალმებით ისაუბრეთ. ხალბატონო, ეს ახალია? ეს არის ხალბატონო 2 დღის წინ, როდესაც თელავში მოხდა აი ეს სტიქია. შესაბამისად განვიხილავთ საკითხს, ბიუჯეტიდან ხომ არის გამოყოფილი თანხა ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწესრიგებლად და რამდენად სწორად იხარჯება ეს თანხები? დიახ, ხომ არ დედასაწყვდავი ხალხი. როგორ უნდა დაეხმარონ რომ აღადგინონ ისეთ დაქცეულია ყველაფერი, უაზრო, არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი ვიყავენ თავრობიდან დაწყებული, სადრას აშენებენ, სადრას აკეთებენ, არიციან უაზროდ, ვარდახუჭული, მაგინი ფიქრობენ მარტო არაბებზე როგორ გააყიდონ მიწები, რა მოყვება შედეგს, საწოდავი ხალხი ზარალდება. ღმერთო არ ვიცი, ღმერთის მეტი დამხმარე ამ უტვინო ამ ლენჩი ამ არაკომპეტენტური არაპროფესიონალი მთავრობა რომა აიმიტომ ხალხს ნიშნავენ არა ნიჭიერებს და არა მცოდნეებს რაც აშენებენ აქ ბათუმში ამბობენ ქვეშ წყალიაო და აშენებენ კომუნისტები ხალბატონო ისე აშენებდნენ რომ მზე არ დაჭრილი და მზეს უყურებდით მზეს ვეღარ ხედავთ ეს საჩინელი 35 წელი ეს რა არის ეს რა მოიტანა თავისუფლებამ დემოკრატიამ თუ რა ჯანდაბა მოიტანა აი შედეგი ახლა აუნაზღაურებენ ესენი რამდენი წელი უნდა აშენონ ხალხმა ყველაფერი დააქცეული და ქვეყნის დააქცევა გეგონება ღმერთო შენ მოგვეხმარი არ ვიცი დიახ, კარგი, დიდი მადლობა თქვენ ძარისთვის, დაგემშვიდობებით 557-88-95-88 ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, შეგიძლიათ შემოგვერთდეთ როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს, რა თქმა უნდა, თელავში მომხდარმა სტიქია მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და როგორც იცით იმდენად დიდია ზიანი, რომ მაგალითად ამ დროისთვის ზუსტი ზარარის დათვლა შეუძლებელია. მართალია ჯგუფები აქტიურად მუშაობს, თუმცა აღსანიშნავი ისიც, რომ ნაკვეთების დიდი ნაწილი კვლავ დატბორილია და ტექნიკა ტერიტორიაზე პრაქტიკულად ვერ შედის. მოგესალმებით, თქვენც გისმენთ, გამარჯობა.
კარგით, რამოდენიმე წამში დავალოდოთ მაყურებელს, რომელიც დაგვიკავშირდება. რაც მიწის ქვეშ არ მოექცა, იქაც მუხლამდე წყალი დგას, წყალი ისევ მოდის, აღნიშნავს, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, როდესაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, იქნება მსგავსი პრობლემები და ვიმედოვნოთ, რომ ეს საკითხი აუცილებლად და დროულად აღმოიფხვრება, თუმცა აქ მთავარი არის ისევ მივდივართ ჩვენს კითხვასთან, ძალიან ხრბად და დეტალებში რომ არ შევიდეთ, იხარჯება თუ არა სწორად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ინფრასტრუქტურული მიზნებისთვის, როგორია თქვენი აზრი. და შეგახსენებთ, რომ გადავხედეთ ასე ვთქვათ სტატისტიკურად და ასევე ინფორმაციულად გასული 14 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 72 მილიარდი ლარი დაიხარჯა. ეს დამეთანხმებით, რომ საკმაოდ დიდი თანხაა, რომელიც საბოლოოდ თითოეული მოქალაქის მიერ გადახდილი გადასახადებისგან ფინანსდება. და ფიქრობთ თუ არა, რომ ეს თანხა რა ციფრებზეც ათეულობით მილიონ ციფრზე რომელზეც ვსაუბრობ, რეალურად აი ამ პროექტებისკენ არის მიმართული და არა ის რომ თქვათ მე ბრალს არავის ვდებ რა საკურველია თუ არამიზნობრივად იქნა გადაგახარჯული და სხვა მიმართულება მიეცა აღნიშნულ თანხას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან, ანუ ბიუჯეტიდან იქნა გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენი მისაბათებია რა. კარგით, ხალბატონო, აუცილებლად გეტყვიან, დარჩით ხაზე თუ შეიძლება. ბურჯგლას 33 ნომერი. კარგით. კი ბატონო. ბურჯგლას 33 ნომერი გახლავთ დიახ, შეგიძლიათ ასევე ხაზე დარჩეთ და უფრო კონკრეტულად მოგახსენებს ჩვენი ტექნიკური ჯგუფი, მადლობა თქვენ ზარისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გადაცემა ინტერაქტივია პირდაპირ ეთერში, საინტერესოა ჩვენი მოქალაქეების პოზიცია. როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად მიზანმიმართულად და მიზნობრივად ხდება ბიუჯეტიდან თანხის გახარჯვა, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, არამედ სხვა ის მნიშვნელოვანი და კონკრეტული პროექტებისთვის, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობისთვის არის განსაზღვრული. გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა, ჩილა ახლა რო ყორებ. დიახ. გაგიგებული მთელი მდინარე ქალი დალბერდი კახეთში. დიახ. კახეთში გავიზარდე დალბერდი. ესეთი რაღაც არ მახსოვს. რა იხარჯება თელავი იყო გადასარევი ქალაქი. რა თუნდოდა იმას გაკეთება, რა თუნდოდა სპირიტით გააფუჭეს თელავი. გაფუჭებულია, გაკეთებული კი არ არის. კორპუსებს გასასვლელი აღარ აქვს, რომ გავიდეს ხალი. დიახ. ჩვენიერი ლამაზი იყო თელავი. კახელების ადგილზე იყო დედას უპირებდი ამ მთავრობას. მაგრამ არ ვარ განან. კარგით, მადლობა თქვენ ძარისთვის და ინტერესისთვის, რომ შემოგვიერთდით. რაც შეეხება ისევ და ისევ, შესაბამება თუ არა მასშტაბის ხარჯვას ის შედეგი, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავთ, შეგიძლიათ ჩვენს ტელეფონის ნომერზე 557 88 55 88 დაგვიკავშირდეთ და თქვენც როგორც მოქალაქემ თქვენი აზრი ესე საჯაროდ ბრძანოთ. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა, თქვენი მისაბათებია რა. ხალბატონო, მე გიპასუხეთ უკვე, ძალიან გთხოვთ დარჩეთ გაიქიშა. ბურჯგლას 33 ნომერი, უფრო კონკრეტულად და მეტი დეტალებისთვის შეგიძლიათ ტექნიკურ ჯგუფს მივმართავ, შეგიძლიათ ხალბატონს, ასე ვთქვათ, მიაწოდოთ ჩვენი მისამართით, მოინიშნოს და პირდაპირ ეთერი დაუთმოთ იმ მაყურებელს, ვინც თემატურად შემოგვიერთდება რასაკურველია და აღნიშნულ შეკითხვას უპასუხებს. მოგესალმებით, გამარჯობა თქვენს, გისმენთ ყურადღებით. ჰალო. გამარჯობა, ისაუბრეთ. სტიქია ეს ისეთი მოვლენა არის, რომ ვერცერთი ვინც არ უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაური თუ ეს ვერ უშველით, მაგრამ ეხლა არის მაგათი ვაშკაცობა თუ მიხედავენ. აი დაზარალებულ ხალხს. კი, რასაკურველია. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად ასე ვთქვათ
ესეთი ნაბიჯი გადაიდგმება სახელმწიფოს მხრიდან ახლა იქნება დაპირებები შეიქმნება არაერთი სამუშაო ჯგუფი მაგრამ შედეგი რამდენად იქნება დაზარებულ ხალხს აი უნდა მომოდგეს თორე სტიქის არავინ არ იცის წინასწარ რა მოხდება ეს რასაკვირველია დიახ ახლა მაგათი ვაშკაცობა ის იქნება რომ ხალხს მიხედვი გასაგებია. კარგით, მადლობა თქვენს ზარისთვის. ძალიან სამწუხაროა რომ ნამდვილად ესე ვთქვათ თელავის ქუჩებში გული ტკივა ადამიანს რომ უყურებ ასეთ კადრებს. რასაკვირველია მე ვეთანხმები ბოლო მაყურებელს რომელმაც თქვა რომ აი ხა ნახოთ როგორ ივაშკაცებს ხო ხელისუფლების წარმომადგენლებზე საუბრობთ რომ ის რაც ჩვენ ნახეთ ეს პრობლემა იქნას დროულად აღმოფხრილი. შეესაბამება თუ არა აი ამ მასშტაბის ხარჯვას ის შედეგი რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავთ ესე იგი 72 მილიონ ლარზეა საუბარი და რომ განსაზღვროთ დაახლოებით 5 მილიარდ ლარზე მეტია გამოყოფილი ასე გამოდის გამოყოფილი არა მინდა მაინც ჩასწორება გავაკეთო გახარჯული და გვაქვს თუ არა მაგალითად ამ თანხის შესაბამისად ის შედეგი რაც უნდა გქონდეს თქვენ როგორ ფიქრობთ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა. გამარჯობა. ზანეთ. მოკლედ ახლა უსმენდი რან თქვენ გამოსვლები რომ სუსტად აი მაგდაცე პასუხისმგებლობა ვაშკაცობა უნდა აიღონ რომ აი ამ დაზარალებულ ხალხს მიხედონ. მე პირადად ცხოვრობ ვარკეთილში. დიახ. და ჩვენი მუნიციპალიტეტის უფროსი იყო სოხაძე, ბატონი სოხაძე. ესე იგი ის კარგად გაართა თავი ამ პიროვნება ადამიანმა თავი ვარკეთილს ყველა ჩამოსული აქაურები ვინც არის აქ ყველა მაყოფილია და მადლობა ღმერთს ეს ადამიანი უდგას ინფრასტრუქტურის სამინისტროს სათავეში აი დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი კარგად კი უბედურება მოხდა ესტიქისგან არავინ არა დაზღვეულდა მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება უახლოეს ეს კვირაში ასე ვარაუდობ მე ისე ჯერა აი ამ პიროვნების დიახ დიდი მადლობა თქვენ რასაკვირველია ძალიან სასურველია ის რომ ეს ასეც იყოს თუმცა წლებთანაა დაკავშირებული უამრავ ფინანსურ ხარჯთან მაგრამ რასაკვირველია სახელმწიფოს ვალდებულებაც არის რომ ეს საკითხები იქნას მოწესრიგებული დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის და პოზიციისთვის შემდეგ ტელემაყურებელს დაუთმობ დროს მოგესალმებით გამარჯობა შეგიძლიათ თქვენც დაიწყოთ საუბარი ღია ეთერში ხართ გამარჯობა ხალბატონო შორელი დიახ სტიქისგან შემოკარგო არავინ არ არის დაზღვეული. ხო ყველამ კარგად იცის თბილისში რა მოხდა. 22 თუ 20 ადამიანი დაიკარგა. რა არის წერია? ეს სტიქია კი არის, მაგრამ თქვენ იხსენეთ, მოდით დავაზუსტოთ თუ შეიძლება. ქვეყნები ხო არის ჩინეთში რა ხდება? ამერიკაში 5 მილიონი ადამიანი დაზარალდა. სტიქია ზარალ დაუდგება. რა მოხდა რაჭაში ხო დავინახეთ 32 ადამიანი ოჯახი ამოწყდა კაცო შვილები ვერ იპოვა ტალახში დაეხსო ყველა ჯვარისტერია ტიკია რაზიზა არავინ არ იცის რა მოხდება ხაშურ სურამში ცხოვრობთ მადიდდა ეს პატარა სურამულა და გადმოვიდა დათმორა კავრობა 2011 წელს აი ესეთი რამეებია მაგრამ მარაკალა მაგ ადამიანს რომ თავრობამ უნდა მიხედოს ახლა და მიხედავს ალბათ ეგრეც არ არის ოჯახს აქვს გაუთვალისწინებელი ხარჯები და სახელმწიფოსაც შეიძლება კონდეს გაუთვალისწინებელი ხარჯები, რომელიც არ ვიცი დაუგეგმავია. კარგად გზარდებოდეთ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის დაგემშვიდობებით. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საუბარი არ არის იმაზე, რომ ქვეყანაში არაფერი გაკეთებულა, ან არაფერს გააკეთებს სახელმწიფო, ეს რა თქმა უნდა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს. მეც პირადად დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურად ჩაერთვება იმ პროცესში, რაც სჭირდება თელავს, ეს მოულოდნელი მასშტაბური სტიქის შემდგომ. რასაკვირველია გარკვეული პერიოდის მანძილზე აშენდა
გზები, ხიდები, გვირაბები და სხვა ასევე ინფრასტრუქტურული ობიექტები, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკმაოდ დიდი მასშტაბის სახელმწიფო ინვესტიციაზე 72 მილიარდზე, გასაგებია 14 წლის მანძილზე, მაგრამ წლის განმავლობაში თითქმის 5 მილიარდზე მეტია. ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ისევ ხედავთ ჩვენ დატბორილ ქუჩებს, დაზიანებულ ინფრასტრუქტურას და ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლის და ქონების უსაფრთხოებაზე ღელავენ და საზოგადოებას აქუჩნდება კითხვა და ჩვენც რასაკურველია და ამიტომ გვთავაზობთ დღეს ამ შეკითხვას, იყო თუ არა ეს თანხები დახარჯული მაქსიმალურად ეფექტიანად და სწორედ ამ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი შესაბამის უწყებებმა მონაცემებით, აუდიტით და ასევე ანგარიშვალდებულებით და არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, რადგან საზოგადოებას სურს გამჭვირვალობა და შესაბამისად ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები 5-5-7 88 95 შემდეგ ტელემაყურებელსაც შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და პირდაპირ ეთერში გამოთქვათ თქვენი პოზიცია. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიის თემა, ეს არის მოქალაქეების უსაფრთხოების, ასევე ცხოვრების ხარისხის და სახელმწიფოს მიმართ ნდობის საკითხი, როდესაც ასეთი მასშტაბის ინვესტიციის მიუხედავად კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო. ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ისევ მძიმე შედეგებს ვხედავთ, ჩნდება საფუძვლიანი მოთხოვნა, რომ მეტი ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და ეფექტიანობის მიმართ, რასაც პასუხები აუცილებლად სჭირდება და საბოლოოდ მთავარი კითხვა, თუ სახელმწიფო ათეულობით მილიარდ ლარს ხარჯავს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რატომ ვერ გრძნობს ამ ხარჯვის შედეგს მოქალაქე ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გასაგებია და გავიგეთ, რომ ეს სტიქია არის ისეთი რამ, რომ როდის რა მოხდება არავინ იცის და რასაკურველია როგორც ოჯახებს და ადამიანებს აქვთ გაუთვალისწინებელი ხარჯი, ასევე სახელმწიფოსაც შესაძლოა ჰქონდეს გაუთვალისწინებელი ხარჯი, ეს ჩვენი ერთ-ერთი ტელემაყურებლის პოზიცია იყო. თუმცა ის გაუთვალისწინებელი ხარჯი, რომელსაც გამოიყენებს სახელმწიფო, ზუსტად მიზნობრივად უნდა იყოს მიმართული და არ უნდა იყოს გაფლანგული თანხა, რომელიც ჩვენი გადასახადებიდან იხდება. აქ არის საქმე, აქ ჩდება ჩვენი მთავარი შეკითხვა და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რამდენად სწორად იმართება ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხები, სწორედ ამ მიმართულებით ვსაუბრობთ დღეს ჩვენ პირდაპირ ეთერში. 5-5-7 88 95 იმ მაყურებელს, ვისაც გაქვთ სურვილი შემოგვერთდეთ, მე რა თქმა უნდა დაგელოდებით, შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენთვის ასურველი დროის განმავლობაშიც, ღია ეთერში, როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს. სამწუხაროდ სტიქია მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის არის თელავში, აღსანიშნავია, რომ ადამიანური მსხვერპლი არ გვაქვს, რაც ძალიან კარგია და უფალს მადლობა ამისთვის, სერიოზულად დაზიანებულია საქალაქო ინფრასტრუქტურა, როცა ზარალი შეფასდება და იგეგმება რასაკურველია სამუშაოები და თუ როგორ უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ სტიქიის შედეგები სრულად აღმოიფხრას. ამასთან ერთად ზოგადად შესასწავლია მთელი რიგი ქუჩების მდგომარეობა, ფაქტია, რომ წყალმა ქუჩების გარკვეული ნაკადები და მონაკვეთებიც გამორეცხა და როცა ზარალი შეფასდება, შესაბამისი ექსპერტები სგან გაკეთდება ასევე შეფასებებიც მასშტაბურად დაიგეგმება მათ შორის სამუშაოები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს, რომ სტიქიის შედეგები სრულად იქნას აღმოფხრილი. სხვათა შორის ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად საუბრობდა ქართული ოცნებისგან ირაკლი ქადაგიშვილი და არა მხოლოდ. მაშ ასე მაყურებელს კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია. ვსაუბრობთ საკითხზე, რომ 14 წლის განმავლობაში დაიხარჯა დაახლოებით 72 მილიარდი ლარი ქართველი ხალხის ჯიბიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ამ პირობებში ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ასეთ მძიმე სურათს ნამდვილად არ უნდა ვხედავდეთ, თანხების სწორად და ეფექტიანად რომ იხარჯებოდეს, შედეგიც სხვაგვარი იქნებოდა. თუ მე თანხმებით თქვენ ამ პოზიციებში შეგიძლიათ რომ დაგვირეკოთ, თქვენც პირდაპირ ეთერში, თქვენც ამ ქვეყნის ქალაქები ხართ, თქვენი აზრი გამოთქვათ საჯაროდ. ასევე რაც შეეხება
ავარიულ სახლებში მცხოვრები ადამიანები, მათ შორის ბავშვები, ყოველღამე შიშით არ უნდა იძინებდნენ, კი მესმის, მეც და ასევე ძალიან ბევრს დარწმუნებული ვარ, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლებითი პროგრამებში აქტიურად არის ჩართული თბილისის მერიაც კახიკალაძის არაერთხელ გაუკეთებია განცხადება და შეფასება, დაახლოებით 2 კვირის წინ 45 ოჯახი, რომელიც იქნა ასევე დაკმაყოფილებული ბინით და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, სასიკეთოც არაერთი ხდება და კარგს რასაც გააკეთებს და ვინც გააკეთებს, აუცილებლად ამაზეც უნდა ვისაუბროთ, თუმცა ის კითხვები, რაც ჩნდება საზოგადოებაში და რა კითხვებსაც აქვს საშუალება და უფლება რომ იარსებოს, ჩვენ ვართ სწორედ იმისთვის, რომ პირდაპირ ეთერში გავაჟღეროთ და თქვენ გეძლევათ ასევე შესაძლებლობა, რომ დაგვირეკოთ ღია ეთერში და თქვენს თქვენი თუნდაც განსხვავებული პოზიცია გქონდეთ ისაუბროთ, ვინაიდან განსხვავებულ აზრებს შორის შესაძლოა გაჩნდეს ასე ვთქვათ პოლემიკა და შესაბამისად სწორედ აი ამ და ეს პოლემიკა თუ შეიცავს კამათის ნიშნებს კამათის შემდგომ უფრო გამოიკვეთოს სწორი აზრი. ისევ და ისევ დაუბრუნდეთ მე მინდა გითხრათ, რომ თუ ღარიბებისთვის განკუთვნილ უფასო სასადილოებში ფულს იპარავდნენ, თუ ჯარისთვის გამოყოფილ თანხებსაც იპარავდნენ, მოდით ეს საკითხებით წამოვწიოთ, ბავშვებისთვისაც ასაშენებელი ბაღების ფული ქრებოდა, რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი დაახლოებით 72 მილიონი ლარი მთლიანად მიზნობრივად დაიხარჯა გასული 14 წლის მანძილზე. შედეგი ხომ ჩვენს თვალწინ არის, ამიტომ შეგიძლიათ სწორედ ამ მიმართულებით იმსჯელოთ, არის კითხვის ნიშნები და როგორია თქვენი პოზიცია და თქვენი მიმართვა სახელმწიფოს მისამართით. 557 88 55 88 მაყურებელს შეგიძლიათ რომ დაგვიკავშირდეთ ასევე რადიო მსმენელს რადიო სიხშირე FM 105-ცა და 1-ზე. ვფიქრობ რომ ამომწურავად ვსაუბრობთ დღევანდელ გადაცემაში. ფაქტი არის ორი. ერთი ის რომ სამწუხაროდ თელავში ეს მასშტაბური სტიქია დაგვატყდა თავს და მეორე ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები უშუალოდ მიმართული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და რამდენად რეალურად იქნა ეს გამოყოფილი თანხა გახარჯული ამ პროექტების და ამ პრობლემების აღმოსაფხრულად და მოსაწესრიგებლად. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ თუ ღარიბებისთვის განკუთვნილი უფასო სასადილოებში ფულს იპარავდნენ, ამაზეც იცით თქვენ რომ აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი, თუ ჯარისთვის გამოყოფილი თანხებსაც იპარავდნენ, ასევე ბავშვებისთვის ასაშენებელი ბაღების ფული ქრებოდა, ხომ სწორია გაგუჩნდეს ჩვენც მოქალაქეებს ეს აზრი, რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ მაგალითად ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი დაახლოებით ეს 72 მილიონი ლარი მთლიანად მიზნობრივად დაიხარჯა. ისარგებლეთ ჩვენი დროით რაც ასე ვთქვათ, აქვს გამოყოფილი მედიაკავშირი ობიექტივს, კონკრეტულად გადაცემა ინტერაქტივის ფორმატი თქვენ იცით, თქვენთვის არის ეს გადაცემა რეალურად, ვინაიდან თქვენი ხმა მნიშვნელოვანი აქვს, ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ შეკითხვას და შესაბამისად თქვენს აზრს ვისმენთ მაქსიმალურად. იხარჯება თუ არა სწორად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ინფრასტრუქტურული მიზნებისთვის, როგორია თქვენი პოზიცია. ბუნებრივია, კიდევ იქ მივდივართ, რომ ყველა პრობლემა მხოლოდ ერთ მიზეზს არ უკავშირდება, არსებობს კლიმატური ფაქტორებიც, მათ შორის ურბანული დაგეგმარების გამოწვევებიც და 10 წლეულობის განმავლობაში დაგროვილი პრობლემებიც, თუმცა, როდესაც ინფრასტრუქტურაზე კიდევ იქ მივდივართ, რომ ათობით მილიონი ლარია დახარჯული, საზოგადოებას ნამდვილად აქვს უფლება, რომ ელოდოს უფრო მდგრად და უსაფრთხო გარემოს. ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ხედავთ დატბორილ ქუჩებს, ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ მე აქ ხაზი მინდა გავუსვა, დაზიანებულ გზებს, ასევე ჩამოშლილ ფერდობებს და პრობლემებს ანიაღვრე სისტემებში და სამწუხაროდ კვლავ არიან ადამიანები, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ და ყოველღამე საკუთარი და შვილების უსაფრთხოებაზე ფიქრობენ და შიშით იძინებენ. პირდაპირ ეთერში გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, მოგესალმებით. ხომაც თქვენთან. ზანეთ. ნუ საზოგადოებაზე ბევრი ლაპარაკობს, ეს არ მაინტერესებს.
გუშინ უნდა ყოფილიყო არაბიზაციასთან დაკავშირებით შეკრება. იყო თუ არა ეს შეკრება ხალხი გამოვიდა თუ არა არც ერთმა ტელევიზიამ არ გააშუქა. არც ხოლმე ტელევიზიამ არ გააშუქა. როგორც შეიძლება თქვენ ტელევიზია უარყოფ სხვადასხვა ვერ გავიგე ქალბატონო, დიახ. იყო თუ არა აქცია. ვერ გავიგე მე კითხვა იქნებ დამისვათ თავიდან თუ მაქვს პასუხი აუცილებლად გიპასუხებთ? დიახ. მომიშმინეთ გაწესული ტელეფონი. გუშინ უნდა ყოფილიყო აქცია არაბიზაციასთან დაკავშირებით საღამოს 5 საათზე თუ 5 საათზე. იყო თუ არა ეს აქცია არაბიზაცია? დიახ, არ ვიცი, ქალბატონო, სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია, ამიტომ ვერ შეგიყვანთ შეცდომაში. სხვა არხებმა თბილისში ხომ არ გაგიგიათ არაფერი. თქვენ ხომ არ გაგიგიათ, ქალბატონო, რატომ არ ახასწენ უჩერდება, რატომ არ ახასწენ სეპარატორებთან? შეიძლება არის ერთ მუსტასო რაღაცა იყო დაინგრა ქვეყანა ხოთდა. არაფერი ვერ შემოვიდნენ. მე რაღაცა ვეღარ უჩვენებ. დიახ, გავიგეთ თქვენი პოზიცია, ვერ შეგიყვათ ნამდვილად შეცდომაში, არ მაქვს ინფორმაცია, შესაბამისად გულწრფელი ვარ, აქედან გამომდინარე, ჩემი მხრიდან გაქვთ თქვენ უკვე პასუხი, რაც შეეხება სხვა მედია საშუალებებს, ნამდვილად ვერ გეტყვით, მე არ ვიცი მათი სარედაქციო პოლიტიკა კონკრეტულად ინფორმაციებთან დაკავშირებით, რას აშუქებენ და რას არ გააშუქებენ, ეს მათი საკითხია, ჩემი მხრიდან პასუხი თქვენთვის ცნობილია. მადლობა ზარისთვის და შემდეგ მაყურებელს უსმენთ. გამარჯობა. მოგესალმებით. ბრძანეთ, გისმენთ. დავიზუსტოთ 72 მილიარდი სახსენეთ და 72 მილიონიც და რომელია სწორი არ ვიცი. 72 მილიარდი ვახსენე და შეგიძლიათ იქნებ დარჩეთ ხაზზე. 72 მილიარდი ვახსენე თუ მილიონი ვთქვი მომიტევეთ, ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩემი მოგონებული ნამდვილად არ არის, დაზუსტებული ინფორმაცია, რომელიც არის, ასე ვთქვათ, გავრცელებული. 72 მილიარდი თუ მილიონი. გიპასუხეთ ბატონო რა, მილიარდი. ფაქტის სახეზე გავიგე, დიახ, დიდი მადლობა, მეც გიპასუხეთ და მომიტევეთ თქო თუ ვახსენე 72 მილიონი, საუბარი არის 72 მილიარდზე, საკმაოდ დიდ ციფრებზე. მაგრამ აქ მთავარი კიდევ ერთხელ არის ის, რომ დაახლოებით წლის განმავლობაში 5 მილიარდზე მეტი არის ხომ, ნახეთ, თუ კი ბატონო, დაახლოებით 72 მილიარდი ლარია დახარჯული ინფრასტრუქტურაზე 14 წლის განმავლობაში, ეს საშუალო წელიწადში დაახლოებით 5 მილიარდ ლარზე მეტია და ასეთი მოცულობის ინვესტიცია თეორიულად უნდა ისახებოდეს გზების, ხიდების, კიდევ იქ მივდივართ ჩვენ სანიაღვრე სისტემების, რაც პრობლემა იყო ახლა თუნდაც თელავში, მიუხედავად მასშტაბური სტიქიის, ასევე წყალმომარაგების, დამცავი ნაგებობების და სხვა ინფრასტრუქტურის ხარისხს. საზოგადოებას უჩნდება შეკითხვა, თუ რამდენად ეფექტიანად იქნა გამოყენებული ეს რესურსი და ეს სწორედაც ის თანხებია, რასაც ჩვენ გადასახადებში ვიხდით და ნამდვილად გვაქვს იმის უფლება, რომ რეალურად ვიცოდეთ, სად იხარჯება ჩვენი გადახდილი თანხა, რომელიც შედის ბიუჯეტში. ამ პირობებში ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ასეთ მძიმე სურათს ნამდვილად არ უნდა ვხედავდეთ, თანხები სწორად და ეფექტიანად უნდა იხარჯებოდეს, ჩვენ სწორედ ამ ნაწილში შეგვტკივა გული და შედეგით სხვაგვარი იქნებოდა რასაკვირველია. ავარიულ სახლებში მცხოვრები ადამიანები, მათ შორის ეს კიდევ ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემა არის და ეტაპობრივად ეს პრობლემაც სწორდება, რაც ნამდვილად დასაფასებელია, რადგან როდესაც დაბზარულ კედლებში გიწევს დაძინება, ეს არის ძალიან რთული. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა, ბატონო. დიახ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, საშუალოდ 5 მილიარდს მეტი გამოდის. 5 მილიარდა ჩემი ზმარწმენით მე 10 ინჟინერი ვარ, მშენებელი თელავს აშენებდა კაცი მინიმუმ 2-ჯერ. და ბანკის სახეზე მაგრამ გაიყვანო გლეხი. აი თვითონ ჩამოიყვანო გლეხი. იმხელა ხარვეზებს იპოვის, იმხელა ხარვეზებს ნახავს. სადრა არის შეჭმული და სადრა არის გაკეთებული უხარისხო და საერთოდ სადრა არ ვარაფერი არის ბერგან გაკეთებული.
რომ კაცი გაგიზრდა. კაცები ახლა ამოვიდა წერანახდა, ვინ არის გამორიცხული სტიქიური უბედურებიდან. Čo ამაზე კი არ არის საუბარი. ეს ამხელაფული რომ მოგწეს, საჩანდე, რა გააკეთე, დაგვანახე. ყარ დაგვანახე, ზეგ დაგვანახე. არ მინდა ეს მაინც. არა მარტო მე კიდე. ქვეყანას დაანახე. ეს ფული ჩადე ჯიბეში რა, მეტი რაღაც უნდა ამას რა. ბევრი კაკაფონია და ბევრი კამათი და ბევრი ისეა. ხო ჯიბეში რო ჩადე, მანდ არის ფაქტის სახეზე კიდე რაც. რითი ვეღარ გაძახე თქვენი მუცალი ჩეჩემოს მიწამე ხმა. მეტი რა გიქნო კაცო. მაინც ის სანამ დაგადებინებენ თავებსა და ერთ დროს ვალებობა. მე ადრეს ვიღებასიონერ, ბოდიში და სუპერგერნები ცოცხალი ვიქნები, ტურარი ვიქნები კაცო. სულ არ მაინტერესებს მე ეს. მე ქვეყანაზე მткиვა გული. ჩვენი წინაპრები საფრანგეთში პროციალობენ ხალ, ტრიალებს. ამის გულზე დავიხოცეთ, ამის გულზე გავწიკაციო. ერთი შვიდზე მიდიოდა ხალხი, სახში არ მიდიოდა ხალხი. ჩოლებით მერდეს დაგაყვან ქრებსა და გვამებით ნახეს ხალებისა ჯოლიშველზე. იყო ეს პრო სამწუხაროდ საუბედური. ესია საერთოდ დამოკიდებული არის პირველ პირზე. იკლო გიორგი სააკაძე არ ყოფილიყო წინამძღოლი, აღმაშენებელი წინამძღოლი და ასე შემდეგ ბევრი ქართული მეფეები და ამაცავით სარდაფში ყოფილიყო და მოღალატეობრივი ქმედებები ედინა. ისტორია საერთოდ აღარ გვექნებოდა კიდე, საერთოდ აღარ ვიქნებოდით. დაგვანებეთ რა. დაც დროზე წახვათ, მით ნაკლებს იზრდებით ციხეში. რა დიდხანს დაცებით, მით დიდხანს იზრდებით. ეს არის აქსიომა. დიდი მადლობა თქვენი ზარისთვის და პოზიციისთვის და გემშვიდობებით. 557-88-58-88 ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია და როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს შეგიძლიათ შემოგვერთდეთ თუ ღარიბებისთვის განკუთვნილი უფასო სასადილოებში ფულს იპარავდნენ, ასევე ჯარისთვის გამოყოფილ თანხასაც იპარავდნენ. თქვენ იცით რა ამბები იყო ამ თემის ირგვლივ, მათ შორის ბავშვებისთვის ასაშენებელი ბაღების ფული ხრებოდა, რატომ უნდა გჯეროდეს, ხომ, რომ ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი დაახლოებით 72 მილიარდი ლარი მთლიანად მიზნობრივად დაიხარჯა მაგალითად ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. შედეგი სამწუხაროდ ჩვენს თვალწინ არის, აი ბატონმაც აღნიშნა, რომ მაგალითად წელს განმავლობაში დაახლოებით 5 მილიარდზე მეტი გამოდის და ეს თანხა იქნებოდა სრულიად საკმარისი ეს შეფასებით, რა თქმა უნდა. მოგესალმებით, თქვენს გამარჯობა. გამარჯობა თქვენთან. დიახ. ეხლა ჩვენ მოსაზრებები მინდა მოგახსენოთ. ბრძანეთ, დიახ. ასაკი ტოვანი პიროვნება ვარდა. საბჭოთა კავშირი დრო ასეთი რაღაცები არ ხდებოდა, ნუ შემოსილები ვიყავით როგორ არ იმამოდიოდა აღარ სწავლი არაფერი მსგავსი არაფერი არ ხდებოდა, იმიტომ რომ ნორმალური ხელისუფლება თუ რაღაცა ეხეთი ჩასაფრებული აფერისტები მართავენ. ძალიან ბივაცრო ბივაცი და საბჭოთა კავშირის დაანგრიეს ეგ არის მიადის ისერზე ჩვენი თორმა. დიახ. კარგით, მადლობა თქვენ ზარისთვის და ბოლოს ფაქტობრივად მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საუბარი არ არის იმაზე, რომ ქვეყანაში არაფერი გაკეთებულა, საუბარი იმაზეა, რომ ასეთი მასშტაბური თანხა რაც არის გამოყოფილი და იყო გამოყოფილი წლების განმავლობაში პროექტებისთვის, იქნა თუ არა მიზნობრივად გახარჯული, რა თქმა უნდა. დიახ, ვიზიარებთ, რომ აშენდა გზები, ხიდები, გვირაბები, მაგრამ როდესაც ამ მასშტაბის სახელმწიფო ინვესტიციის მიუხედავად ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ჩვენ ისევ ვხედავთ დატბორილ ქუჩებს, დაზიანებულ ინფრასტრუქტურას და ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოებაზე ღელავენ, საზოგადოებას აქვს კითხვა, იყო თუ არა ეს თანხები დახარჯული მაქსიმალურად ეფექტიანად და სწორედ ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს შესაბამისმა უწყებებმა მონაცემებით, აუდიტით და ანგარიშვალდებულებით და არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით და მეთანხმებით. რაც შეეხება კონკრეტულად
თელავის მუნიციპალიტეტს ვიმეორებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან იქნება მაქსიმალური გვერდში დგომა, ის განცხადებები, რაც მათი მხრიდან გაკეთდა, იქნება მაქსიმალურად ამომწურავი და პრაქტიკულად ფაქტებზე დაყრდნობილი. რასაკვირველია, ჩვენ ამას ყველაფერს ვნახავთ, ისე სხვაგვარად შეუძლებელია. რთულია, რომ დაუბრუნდეს, ესე ვთქვათ, უმოკლეს პერიოდში თელავს იგივე ის სახე კონკრეტულ ადგილს გულისხმობს, სადაც ეს სტიქია დაატყდა თავს, რადგან ამ ყველაფერს სჭირდება წლები. მაგრამ ფინანსური მხარდაჭერა და გორჩიტკობა სახელმწიფოს მხრიდან თელავისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი. დიდი მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს. მე შორენა ჭაურელი ვარ, 4 შაბათს კვლავ 4-ის ნახევარზე დაგიბრუნდებით. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.